იცი თქვენ რომ მათე ძალიან დამიდგა გვერდზე ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში და ზუსტად ის გავაკეთეთ მათეს დახმარებით, რაც მას, მის მეგობრებს, ჩემს თანამშრომლებს და იმ ადამიანებს გაუხარდებოდა, ვინც რეალურად ხედავს, რასაც ვაკეთებ და რაც გავაკეთებ. გუშინ წინ მათე მეუბნება რომ მამა უკვე დიდი ბიჭი ვარ, 22-23 წლის ხარ ხო მათე? და ცოლი უნდა შეიცოს, ძალიან კარგი გოგო ყავს, შეყვარებული და მას უნდა ქორწილი გადაიხადოს, სადაც უნდა იქ გადაუხდი ხო ეს ერთი შვილი მყავს და შვილულად და მამაშვილად გვერდზე დამიდგა, ამერიკაშიც ისწავლა, სწავლობს ინგლისშიც, გვერდზე მიდგას და ბევრ სხვადასხვა ენაზეც საუბრობს და გონება გახსნილია. მათეს ახლა ვეუბნები მთელი ნახევარი მსოფლიოს გასაგებად. მან ეს დაიმსახურა, ხო და უყურე მათე, ეს არის რუკა. ეს არის მსოფლიო რუკა, ხო? აი სადაც შენ მეტყვი, ვინაიდან შენ ეს დაიმსახურე, აქ არის ის ჩვენი ადგილები, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, თქვათ გინდა დუბაიში, თურქეთში, ჩინეთში, ამერიკაში, ინგლისში, სადაც შენ დადიხარ, სადაც შენ გიცნობენ, ნებისმიერ ინდოეთში, ნებისმიერ ადგილზე შემიძლია გადაგიხადო. მათეს მივეცი საშუალება, რომ თვითონ სია დაეწერა. მათემ სია დაწერა თავისი საძმაკაცოსი, იცის, მაგრამ ჩვენი პარტნიორები და ახლაო მეუბნება შენი საძმაკაცო რამდენი იქნება, შენ დაწერეო. მე მინდა გითხრა ერთი რამ მათე. იცი შენ რომ როცა კარგად ხარ და შენი ტოლი ახალგაზრდების გასაგებად მინდა ვთქვა რომ როცა კარგად ხარ, მთელი ქვეყანა შენი საძმაკაცოა. როცა ცუდად ხარ, ყველა დაგივიწყებს. ამიტომ უნდა იძმაკაცო ისეთ ადამიანთან, როცა გააქვს მაშინაც რომ არ დაგივიწყებენ და როცა არა გაქვს, მაშინაც რომ შენი მეგობრები იქნებიან. ეს არის მთელი შენი ცხოვრების მანძილზე ყველაზე მთავარი. მე რატო ვთქვი, ვინიცის ცხოვრება რა არის თავიდან ბოლომდე. ამას გაიგებს ადამიანი ცხოვრება რო დაიბადება 100 წელს რო იცხოვრებს, მაგრამ უკვე კვდება ადამიანი და მაშინ უკვე ხვდება რა არის ეს ცხოვრება. მაგრამ მეორე ჯერ იზახიან მოდისო, ჩემო ნუკრი, მაგრამ არ ვიცი მოსული არ მინახია რეალურად ცოცხალი ადამიანი, მაგრამ უყურე როგორ არის. ახლა მე მაქვს სია დასაწერი, ხო? და შენ მითხარი ვინ არის